მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უნდა დავარეაქტოთ თუ როგორ მიყავთ ახალგაზრდა ბიჭები, ზრდასრული ადამიანები უკრაინაში ძალით სამხედრო პოლიციას ომში. მაგრამ მარტო უკრაინელებზე აქ საუბარს მე არ ვაპირებ და ეს საშინელი კადრები რომელიც თქვენ უნდა განახოთ. აქ უნდა ჩვენ დავარეაქტოთ ასევე რუსეთის არმიის ფიასკო უკრაინასთან და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ანტირუსული ქმედებები ფრონტის ხაზზე და თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც უკრაინული დრონები მოსკოვს, პეტერბურგს და დიდ ქალაქებს ისე ბომბავენ, თითქოს ტირში ისროდნენ და ამაზე გამოდის პუტინი ამბობს, რომ თითქოს არაფერი ხდებაო, სინამდვილეში ისეთი რიგები დგას მარტო ბენზინგასამართ სადგურებზე. გენერლის შვილებს აფეთქებენ თვითონ თეატრებში. რაღაც სიგიჟეები ხდება და ამ დროს გამოდის ახლა პუტინი ამბობს, რომ არაფერი არ ხდება ვითომ. და უკრაინაშიც ახლა განახებთ კადრებს, როგორ ექცევა საკუთარი ხელისუფლება ხალხს. ეს ვიდეო უნდა იყოს ორმხრივი კრიტიკა. ხო გინდათ ობიექტურობა, ხო და ახლა მიიღებთ ობიექტურობას. მთავარი ახლა მეგობრებო, რითიც მე გვერდში უნდა დამიდგეთ ეს არის, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გავზიაროთ ეს ვიდეო, ყველას ანახოთ სიმართლე ამ ომის შესახებ და მოდი დავიწყოთ და დავარეაქტოთ ეს ვიდეო. აი ესე მიყავთ ჩემო მეგობრებო, უკრაინაში სამხედრო პოლიციას ძალით ახალგაზრდა ბიჭები საომრად. აი უყურეთ, მინდა ეს კადრები კარგად ნახოთ. ანუ მანქანებში უვარდებიან, აი სადაც ოჯახებით ქუჩაში მისდევენ. აი ესეთ ომს რა აზრი აქვს მე ვერ ხვდები. ანუ ადამიანს არ უნდა საკუთარი ქვეყნისთვის ომი და ძალით მიათრევენ სასაკლაოზე, იმიტომ რომ იციან რომ არანორმალურად ბევრი ადამიანი იკვდება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მხარეს. ან ჩვეულებრივი დეზმეჩია, ეს არაერთხელ მithქვავს. ეხა უყურეთ, აი ეს მინდა განახოთ, როგორ უვარდებიან სამხედრო პოლიცია. ნახეთ, დააკვირდით უბრალოდ. აი ხალხი როგორ გარბის, აი პანიკას დააკვირდით უბრალოდ. აი ეს თუ ძმაო არის ომი, არ ვიცი, ეს არის აი ჩვეულებრივი აი სასაკლაო უბრალოდ, სადაც ხალხს ხოცავენ რა. აი კადრები დააკვირდით, ეხა არაერთია ამის შესახებ, აი რომელი ერთი განახოთ, ნახეთ. ძალით, ნახეთ, ბიჭო, დააკვირდით ჩემ. მინივენში როგორ აათრიეს. ეს ქუჩაში გარბის რო გაუსხდა ეს აგერ აჩერებს სავარაუდოდ სამხედრო პოლიცია. უვარდებიან მანქანაში. ჩოჩოხეთია ჩვეულებრივი რა. ნახე. ანუ წარმოვიდგინეთ ძალით მიგათრევენ იმ ომში რომ სადაც სიკვდილი არ გინდა. ანუ ეს რო იყოს მაგალითად დიდი სამამულო ომი, ეს რო იყოს მაგალითად რამე ისეთ შინაარსობრივად რომ გაიგო, ან უკრაინა იღებს რაღაც ტერიტორიებს, ან რუსეთი, არც ერთი მხარე არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ ორივე ხოცავს ერთმანეთს. და იმის მაგივრად სოფლიოს ლიდერები, თვითონ პუტინი, ზელენსკი, ტრამპი, ეგენი რო ცდილობდნენ ეს ომი რამენაირად დეესკალაციურ პროცესებს ხელი შეუწყონ, მშვიდობა მოიტან. ამის მაგივრად ტრამპი ყველა გამოსვლაზე ამბობს, რომ მე რო პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა. პუტინი ხა აი მეორე ნაწილი რა ეს ხო განახათ. ეხა ჩემგან ხო გინდოდათ მაგის მოსმენა. ეხა რას ვფიქრობ ამჟამინდელ რუსეთის ხელისუფლებაზე. ეხა უყურეთ. გუშინ წინ იყო, როდესაც ერთ-ერთი გენერლის შვილი აფეთქეს თეატრში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაღალჩინოსნებს მოსკოვში და პეტერბურგში, ან როგორც ტირში თქვენ ისურით, ეხა მაგალითად აი მიდიხარ და ტირში ეჩვეულებდა და შემდგომ რაღაც სათამაშოს იგებთ. უკრაინული დრონები შავ ზღვაში ძირავენ რუსულ თვითმფრინავ იმის გემებს. მოსკოვში თეატრებს, რესტორნებს, საზოგადოებრივ ადგილებს, პლიაჟზე დაიბომბა კადრები, ნახეთ ეგ პლიაჟზე ჩამოვარდა დრონი, რომელიც იყო friendly fire-ი რუსულმა მოიერიშე დრონმა საკუთარ პლიაჟზე ჩამოაგდო და დაახლოებით 4 იყო გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული. მე ეხა რასაც უყურებ, ანუ სერიოზულად გეუბნებით, მე მარტო საუბარი არ მაქვს ზელენსკიზე, რასაც უკეთებს საკუთარ ხარს. აი თვითონ პუტინზე მაქვს ეხა საუბარი. ანუ განწირული ომია, ხვდებით? ორივე მხარის ხელისუფლებას ფეხებზე კიდია საკუთარი ხალხი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამას მე კი არ ვამბობ, ხა დუგინი, რომელიც არის პუტინის ნომერ პირველი პროპაგანდისტი ქვეყანაში. დუგინი გამოდის და ამბობს და აკრიტიკებს, რომ რასაც ამჟამად ჩვენ მოსკოვისა და რუსეთის ქუჩებში ვხედავთ, ეს არის ბარბაროსობაო, ეს არის თავდასხმა, მაგრამ უსუსურ რუსეთის ხელისუფლებას, ირიბად ეს გამოუვიდა და მართალიც არის 100%. მე დღემდე ვერ ამოხსენი ფენომენი, პუტინს რატო არ გადაყავს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უშუალო ფართომასშტაბიან ომში.
თქვენ გეხსოვებათ 2023 წლის 10-დან 20 აგვისტომდე, როდესაც მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული პუჩი, რომელსაც სათავეში ედგა ვაგნერის ყოფილი გენერალი და გარდაცვლილი პრიგოჟინი, გეხსოვებათ ეგ ადამიანი, რომელიც მე სავარაუდოდ ფეთქდება, რა თქმა უნდა, პუტინის მოკლული 100% დარწმუნებული ვარ მაგაში. რომელიც აუჯანყდა და გამოაქვეყნა ის ცნობილი ვიდეო გექნებათ ხო თქვენ ანახეთ თუ თქვენ გინდათ ამაზე კიდე ცალკე ჩაგიწერთ მე ვიდეოს და განახებთ მე რა თეორია მაქვს ამასთან მიმართებაში. პრიგოჟინი გამოვიდა და თქვა, როდესაც ჩვენ ბახმუტი ავიღეთო, ბახმუტი. ეს ჯერ როდის არის საუბარი, იცი? სანამ უშუალოდ მაგალითად მოხდებოდა ის ცნობილი ბახმუტის ბრძოლები, სადაც თქვენ გაიგებდით, აი 20-23-ის ბოლოდან დაიწყოთ, თორე რუსებს ბახმუტი აღებული მაქამდე ქონდათ. კაცო, ცენტრიდან შაიგუ და გერასიმოვი გეხსოვებათ, ხო ეგეც ახსენა ერთ-ერთი ვიდეო მიმართვა რო იყო. მოვიდა ბრძანებაო, რომ აღებული ბახმუტიდან უკან დაიხიეთო. ამას ამბობს პრიგოჟინი, ჯერ კიდე სოციალი რო იყო. მოულოდნელათო, აღებული ბახმუტიდან ბრძანება მოდის რუსეთიდან, რომ გამოიყვანეთ ჯარებიო. თითქოს იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სამშვიდობო ძალები თითქოს უნდა შესულიყვნენ, სისულელეა. და ამუნიციისა და მომარაგების გარეშე დატოვეს ვაგნერის ერთ-ერთი ყველაზე სპეციალური ოპერაციის ზალები, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეომრები ხა ვინები ცხოს რუსეთს, ამჟამადაც მაშინ ყველაზე გაცნული იყო ვაგნერის ჯარისკაცები, ხო? და მიგვატოვესო რა ფაქტიურად ხო რა? ანუ ჩაგვახოცინესო საკუთარი ხალხო, მაგაზე იყო გაბრაზებული პრიგოჟინი, გამოვიდა შაიგუ, გერასიმოვი, გზეტოი პრიპასი და გახსოვთ ალბათ ხო ისინი, რომ აგერ გვამები მიწევსო მე ხაო და იმის გამო მოკდრენო ეს ახალგაზრდები და იმის გამო შეეწინა ჩემი მებრძოლებიო რა თქვენი ოჯახის წევრები ძვირიან რესტორნებში და ძვირიან სასტუმროებში დადიხარდა ისენებთ, როდესაც ჩვენ აქ ვუმობთო და მართალი იყო პრიგოჟინი, მართალი იყო მაგაში. ანუ რუსეთის ელიტა ისვენებს მაგარ ადგილას, როგორც უკრაინის, ამ დროს იღებენ ვაგნერი იღებს ბახმუტის ამ რეგიონს თლიანად, ქალაქს და ბრძანება მოდის ცენტრიდან, რომ გამოიყვანე ჯარებიო. ეხლა ვინმე დამარწმუნებს ამაში, რომ ეს არის ორხრივი თამაში, რასაც უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს ამერიკასთან ერთად. და აქ მართლა გლობალური ძალები დგანან ამ ყველაფრის უკან. ვინმეს გჯერათ, რომ ეხლა რუსეთს ამდენი წლის განმავლობაში თითქმის რაოდენობა, ანუ სამხედრო მოქმედების თეატრი უტოლდება უკვე მეორე მსოფლიო ომში გასულ დროს. აქამდე ბიჭო 6 თვეში გიტლერმა აიღო მთელი ევროპა და ჩავიდა იქამდე, რა ვიცი. 30 კილომეტრში იყო უკვე მოსკოვამდე. დაჟე მაგასაც არ უდრი კიდე, აი მაგამდე ვამბობ და 3 კვირაში საერთოდ ევროპა იყო. ტიპები 5 წელია ომობენ, გრამი ვერცერთი წინ ვერ მიიწეს, არის ჩვეულებრივი სასაკალაო ამ ბრძოლის ველზე, რომელზეც გაჭიმული 1500 კილომეტრიანი ფრონტი და ამ დრონებით, ამ ავიაციითა და ბალისტიკური რაკეტებით ხოცავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საზოგადოებრივ დაწესებულებებს, საკუთარ სანაპიროებს, საბავშვო ბაღებს, აფეთქებენ ერთმანეთის გენერლის შვილებს და იმის მაგერად რომ რაღაცნაირად განმოხტვა დაიწყოს სპეციალურად ამაზე ყოველთვის მოდის არიდება რა. მე რა თქმა უნდა ტრამპის არჩერა მაგაში რომ გამოდის და ამბობს, აი მე რო ყოფილიყავ ეს არის. ეხა ხო არის, რატო ვერაფერს ვერ აკეთებს? რატო ვერაფერს ვერ აკეთებს? მე მინდა შევაფასო მაგალითად პუტინის ქმედებები საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს არის თავიდან ბოლომდე ანტირუსული. თავიდან ბოლომდე ანტირუსული. ეს არ არის რაღაცა საოკუპაციო. გაუშვათ ეს ყველაფერი ოდნავ. აი ცივი გონებით შევხედოთ ამ ყველაფერს. პუტინის ამჟამიდელი ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში არის თავიდან ბოლომდე ანტირუსული. როგორც ზელენსკის, აი ხა ძალით მიყავს და ომებს, ნუ ერთი განსხვავება ისა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია არ არის, უკრაინაში არის. და 16 წელს ბავშვებს მიათრებენ ომში რომ მოკუდრენ. ნუ პუტინმა დაიჭირა მოსკოვისა და პეტერბურგის მიღმა არსებული ეს პროვინციელი ხიხო რუსები და ერეკებას უყალას ომში. რომელსაც რაშინ არც აქ მე ვერ გავიგი ამ კლაუზევიცი რო აღვადგინოთ, ეხლა კლაუზევიცი დავაბრუნოთ, ისეც ვერ გვეტყვის ამ ომის საერთოდ შინ არს მიზან და არს ზოგადად რა არის. მე არ მინდა ის სამარცხინო ეპიზოდი გავიხსენო, როგორც იყო მაგალითად რუსეთში რომ როდესაც მოხდა ჩატარდა სამხედრო აღლუმი და ზელენსკიმ გააგზავნა ოფიციალური ნოტა მოსკოვს, რომ ნებას გრთავთო, რომ ჩაატარდო სამხედრო აღლუმიო და ნუ გეშინიათ დრონები არ წამოვაო და პუტინის ხელისუფლებამ მოსკოვის პლაშადზე, ეგრეთ წოდებულ მოედანზე დააყენა ისენი რა ქვია, დრონის სისტემები, ეს ბადეები, ხო იცით სამხედრო ენაზე, რომელიც არის, რომ დრონების აფეთქებას ხელი შეუშალოს. ეს არ არის სამარცხინო. იმის ფონზე, როდესაც თქვენ ნახეთ, აგერ დაახლოებით 3 თვიანი ომი ირან-ამერიკის და ისრაელის.
გაცილებით დიდ ძალას ებრძვის ირანი, გაცილებით დიდ ძალას უპირისპირდება ირანი, ამჟამადაც კი მიმდინარეობს ესე ვთქვათ ასიმეტრიული ომები და იმის ფონზე რომ სიტყვაზე ამდენი ხნის განმავლობაში რომ ირანი რომელიც იყო მოწყვეტილი და ირანი რომელიც იყო წინააღმდეგ როგორც ცენტრისტული ძალების ასევე მათი ეგრეთ წოდებული მოკავშირეების და ნატოს ისე უბომბავდა ახლო აღმოსავლეთში ბაზებს და 2/3 სამხედრო ისენი რა ქვია ანტისაჰაეროები და პატრიოტი სისტემები აუფეთქა რომ ამერიკა დაისვა მოლაპარაკების მაგიდაზე. ირანმა, რომელიც დღეს გაცილებით დიდი ძალაა ვიდრე რუსეთი. ბირთვული იარაღით შეიარაღებული ქვეყანა რომელსაც 4000-დან 6000-მდე ქობინი გააჩნია. თქვენ გჯერათ ეხა რომ პუტინის ამჟამინდელი ხელისუფლება და ზელენსკის ეგენი შეკრულები ერთმანეთში არ არიან ამერიკელებთან ერთად და არ ახოცინებენ სლავებს? იმისათვის რომ ის ხალხი ჩაასახლონ მე ვინ ჩვენ ვიცით? რა ლოგიკას ხედავთ ამ ყველაფერში? რანაირად უნდა ვინმე გამოვიდეს და მითხრას ეხა რომ პუტინი რასაც აკეთებს რუსეთთვის კაია. უსუსური აბსოლუტურად უსუსური. ბენზინის რიგებია გოგოს რუსეთში დაკერაო ბენზინის კასრით რომ ჩავიდე საქართველოსდან მოსკოვში, რავი ალბათ ყველაზე მაგარ ნაშას დავკერავ იქ. ბენზინის კასრით ხალხო რომ აი ესეთ PUBG-ში რო ხო იცი რა ქვია გესქენი ქართულ ინგლისურად ვიდეოები მხვდებოდა ამაზე რილსებზე და თვითონ რუსის ხალხს აქ რუსეთის ინტელიგენცია ვინებიც არიან ხო გამოდიან ამაზე და ლაპარაკი დაიწყეს დუგინია ხალხო დუგინი პუტინის რუპორი ის ლაპარაკობს მაგას რუსეთის ხელისუფლება რასაც აკეთებს ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ ეხა ვინმე გამოვა და მე მეტყვის ეხა რომ პუტინი რასაც აკეთებს ეს არის რუსეთისთვის კარგი არ ვინმე გამოვა და მეტყვის ზელენსკი რასაც აკეთებს უკრაინისთვის ეს კარგია გენოფონდია გაჟლეტილი ხალხო გენოფონდი არის გაჟლეტილი უზარმაზარია ციფრი უკრაინაში დაყუპული ჯარისკაცების უზარმაზარია რუსეთში დაყუპული ხალხის რაოდენობა მე სამხედრო ისტორიაში ზოგადად სამხედრო ისტორიის მთელი ეს სცენარები რო წარმოვიდგინოთ სამხედრო მოქმედების ისტორია ასეთი უაზრომი მე არ მახსენდება ფაშისტების დროს გერმანელებს ჰქონდათ იდეოლოგია ანტიკომუნისტური რა თქმა უნდა კომუნისტებს ჰქონდათ რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე იმის განწყობები რომ ფაშისტებს ეს ომი არ უნდა მოიგოთ ნუ იქ მრავალი თეორია არის ამის შესახებ მრავალი თეორია რომ კომუნისტები აპირებდნენ გერმანელებს თავდასხმა ძალიან ბევრი თეორია არის ჩვენ რო ავიღოთ ავსტრია-უნგრეთის ომებიდან დაწყებული ან თუ უფრო უკან რო გადავიდეთ აი რელიგიური ომებიდან რო ავიღოთ ჩვენ აქ ხდებოდა მაგალითად ხო შუა საუკუნეების ევროპაში და რო წამოვიდეთ დღევანდელ პერიოდამდე ესეთი უაზრომი მე არ მახსენდება აგერ ამას წინათ ეხა მაგალითად გრიგოლეთში ერთ დღეს დილით გამორიყა ერთ-ერთი აფეთქებული რაკეტის ნარჩენები გრიგოლეთში საქართველოს სანაპიროზე ან შავი ზღვარი ჩვეულებრივი battle grounds-ი რა აი რავი როგორ გითხრათ military aircrafts რო არის თაბაშები რო არის ხო იცით მაგაზე რა დაახლოებით იგივე სცენარია მე არ მესმის იმ ხალხის უკრაინაში ძალით რომ მიათრევენ ადამიანს არ უნდა ომის იმ ომში სადაც განწირულია სადაც არის ხორცი საზარბაზნე ხორციო ხო და რამდენი უკრაინელი ესე შეწირული ძალით ჯერ ვის გაუგია ეგეთი რამე რომ ქუჩაში 16 წელს ბავშვებს ავლებდე ხელს და მიათრევდე საბრძოლო მოქმედებების ხელზონაში და კლავდე ადამიანს გამოცდილება არ აქვს მაგომის ადამიანს ომი არ უნახია რა არის და როგორია დღევანდელი ომი ხო დრონი გადაგიფრენს მკვდარი ხარ ხმას ან დაშე პრელუდიასაც კი ვერ იგებ ისე კვდები და ვინმე დამაჯერებს ახლა ამ ყველაფერში რო არ არის ურთიერთშეთანხმება უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებების შორის რა თქმა უნდა ორივე ხელისუფლება აკეთებს ანტი-სლავურ კამპანიას ეს არის ჩახოცვის პოლიტიკა ხალხო საკუთარი მოსახლეობის ჩახოცვის პოლიტიკა ამ ხელა რუსეთს როგორ უნდა ქონდეს ბენზინის პრობლემა ნუ გამაგიშეთ ახლა ამ ხელა რუსეთს როგორ უნდა ქონდეს მაგის პრობლემა არ შედალოცვილო რაგი ლუგანსკის დამოუკიდებლობა და რაგი ისა რა ქვია ისენი კიდე ყირიმები და ეგენი ამ ხელა რუსეთი გაგდა ამ ხელა უზარმაზარი რესურსებით და რეგიონებია სადაც გაზი არ არის შეყვანილი ნავთობი არ არის და ისენი არ არის და რავი ერთი მოსკოვი პეტერბურგი და დიდი ქალაქები ეგენი დონია ვაღიარებ რომ მოსკოვი პეტერბურგი ძალიან მოხოდილები ბიჭო მიხედე საკუთარ მოსახლეობას რაგი დონეცკის დამოუკიდებლობა აბად ხო არა ხარ ხო რას ამობს ახლა პუტინი რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას იცავენ 5 წელია ნუ გამაგიშეთ დუგინის ქალიშვილი გახსოვთ რომ კანმოითი რო აფეთქეს მოსკოვის გარეუბანში ვისი გაკეთებულია ეგ ვისი თქვენი აზრით ვისი გაკეთებულია ეგ
ან სრულიად უდანაშაულო ხალხი რო არ დაუშავებიათ არაფერი. ყველა ადამიანი დაისაჯა ამ ომში ორივე მხრიდან. გარდა იმისა, ვინების რეალურად დამნაშავეები არიან და რომლებიც არც რუსეთში არიან და არც უკრაინაში. და იმის იქიდან ხელმძღვანელობენ ამ ყველაფერს. ეს არის ხალხო მე ოფიციალური დიაგნოზი დავსი, ეს არის სლავების გაჟლეტის დიდი პროგრამა. ეს იყო ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, როდესაც დაიწყო კრასნი ეგრეთ წოდებული წითელი ტერორი. ეს იყო მიმართული ტროცკისტული, ლენინური, სანამ სტალინი მოვიდოდა და სტალინმა დააბრუნა ეს ყველაფერი, თქონდა სტალინმა გადაარჩინა, მე თვითონ გითხავთ რუსეთი და საერთოდ საბჭოთა კავშირი. სტალინი იყო გენია, ტროცკი რასაც აპირებდა, ეს არის სიბინძურისა და გულის ამრევობის საერთოდ ახალი მიმდინარეობა მარქსიზმში, საერთოდ ყოველგვარ მორალს გადასილებული, სტალინმა გადაარჩინა, რა თქმა უნდა. და რაც დაიწყეს რა ესე თქვა წითელი ტერორი იყო გაკულაკება და ეგენი რაც იყო ტროცკის დროს და ლენინის დროს რო ეკლესიებს რო ეწავდნენ ანგარევდნენ მხოლოდ წვერს პარსავდნენ და ტროცკი რო ეუბნებოდა რომ თქვენი ცოლების ხუებ თქვენი ჯარისკაცებთან დააწვინეთო და რაღაც ამორალურ რაღაცებს დაახლოებით იგივე პოლიტიკაა რომ მაშინ დაწყებული წითელი ტერორი რაც იყო მიმართული თეთრი რასის წინააღმდეგ რუსეთში დღეს გრძელდება და მე ძალიან დიდი რწმენა მაქვს რომ იგივე ხალხი დგას ამ ყველაფრის უკან. რა თქმა უნდა სახეშეცვლილები. როგორც მაშინ იყო რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას რომ უნდა გაჟლეტილიყო თეთრი რასა და სლავები იყვნენ თეთრები რა თქმა უნდა და ეს გამოუვიდა ნახევარზე მეტი. ნუ სტალინმა შეუშალა ხელი, სტალინის ფიგურამ შეუშალა და სტალინმა შეცვალა საერთოდ პუტინი რო ათრის სტალინს ეხა. სასაცილოა უბრალოდ ეხა ხო? სად სტალინი ეხა და სად ეხა პუტინი ეხა, ნუ აი მართლა სასაცილო არის ეხა ხო? სტალინი აქამდე, რავი, უკრაინას, რავი, გადახნავდა და მე გადმოხნავდა და კიდე გადახნავდა და გადმოხნავდა. სამარცხვინოა უბრალოდ, რომ ადრიან დღევანდელ თავს და მე ესეთი ეჭვი მაქვს და ძალიან საინტერესო აზრი ხალხო, ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ ეს არის, კარჩე, დასავლეთი ჩალიჩობს, რომ სტალინისნაირი ფიგურა აღარ უნდა მოვიდეს აღმოსავლეთში რა. დასავლეთი ჩალიჩობს მთელი არასამთავრობოებით, მთელი პროპაგანდით, მთელი აგორებული ამ მთელი ნაცისტ ხორცალი აზროვნებით, რომ სტალინი მაქსიმალურად გამოიყვანონ როგორც მოღალატე და ანტისტალინური ისტერია გაგრძელდეს. მთელი დასავლეთი ჩალიჩობს იმას, რომ რუსეთში არ მოვიდეს ვინმე სტალინისნაირი, რომელიც ამათ შეუცვლის მთლიან ისტორიულ რეკურსს, რაც უკვე გააკეთა რეალურად იოსებ ჯუღაშვილმა. შიგნითა კომუნისტური წმენდა, სიონისტების გაცამტვერება, ფაშისტების დაუთოება და ფაშისტების ზემოდან ვინების აბსოლუტურად ყველა მაშინელი გლობალური მოთამაშე სტალინმა დააჩოქა. დასავლეთი ჩალიჩობს, რომ სტალინისნაირი ფიგურა აღარ მოვიდეს რუსეთში. და მაგიტომ მყავთ რა манипуლირება, მე დარწმუნებული ვარ, აი პუტინს უკვე მოგვარებული აქვს ბევრი რამე, სიბერემდე იცოცხლებს, ერთპიროვნული ძალაუფლება გარანტირებული აქვს, შეთანხმებულები არიან უკვე გლობალური მიებთან, ამერიკა იგებს ისევ ამ ომში ხო, მინერალურ რესურსებს უკრაინიდან იღებს, რუსეთზე ყიდის ნავთობს და ეხლა როცა უნდა რუსეთს უხსნის სანქციებს, არ ვერ ხვდებიან რუსები, რომ ამ თამაში თვითონაც იჩაგრებიან. ძალიან გვიან მიხვდებიან ამ ყველაფერს. რომ ამერიკელები და ის გლობალური ელიტა ვინებიც არიან და რომელიც ურთიერთშეთანხმების ფონზე უკრაინა რუსეთს ის ძალები რომლებიც ახლა განაგებენ ხო მაგას რომ ახოცინებენ ერთმანეთს მანდ ემსახურება აზრი და იდეა იმას რომ მათ უნდა ჩაასახლონ სხვა ხალხი მაგ ნაყოფიერ უკრაინის მიწაზე და უკრაინას აქ ერთ-ერთი უნაყოფიერესი მიწა და უნდათ რომ მაქსიმალურად ჩაკლან როგორც რუსეთში და როგორც უკრაინაში სტალინის ფიგურა რომ ვინმე ეგეთი არ გამოჩნდეს იმიტომ რომ თუ გამოჩნდა ეგეთი ფიგურა იმიტომ რომ ეხა მაგალითად სანამ მაგალითად ლენინი მოკვდებოდა როგორ იყო ეხა გათვლილი ხო ტროცკის აფინანსებდნენ ცალკე ლენინს აფინანსებდნენ ცალკე და მაშინდელი ინტელიგენცია ვინებიც იყო და პოლისსაბჭო ვინებიც იყო ყველა საკუთარი კურატორი ყავდა ხო ზოგს გერმანია ურიცხავდა ზოგს ბრიტანეთი ზოგს ამერიკა და რა იყო მიზნად რომ რუსეთი რომელიც იყო უმდიდრესი ქვეყანა, უმდიდრესი ინდუსტრიული და ესე ვთქვათ, ბუნებრივი რესურსის წიაღისეულით უმდიდრესი ქვეყანა, უნდათ რომ დაექციათ კომუნიზმით და უნდა აბსოლუტურად უნაყოფოდ გადაექცათ და უფრო უარესი გეგმები იქნებოდა და დაჟე ტროცკი რო ყოფილიყო, საერთოდ რუსეთი დღეს აღარ იარსებოდა ქვეყანა იქნებოდა დაშლილი სამეფო სამთავროებება და დღეს გლობალური ზალა კი არა, საერთოდ ნული იქნებოდა. მოულოდნელად გამოხდა სტალინი, ჩაუტარა შიგნით აბსოლუტურად სულ ყველას, მიაყოლა გადახრიტა ვინების დასახვრეტები იყვნენ. დაუწყო ფაშისტებს დააწყებინეს ომი, იქნება ამით დაემარცხებინათ კომუნისტები, სტალინი ფაშისტებსაც მოერია, ბრიტანელებსაც დედაუტირა აბსოლუტურად და თელი ბერლინამდე ჩავიდა და აიღო და გააწითლა ყველაფერი.
აბსოლუტურად ისტორია შეცვალა. სტალინმა რაც დაგეგმილი იყო, რომ უნდა განხორციელებული იყო პროექტი, რუსეთის დემარში, რუსეთის ინდუსტრიული სიკვდილი, რუსეთში აბსოლუტური გენოციდი და ეს იყო დაწყებული, რა თქმა უნდა, წითელი ტერორითა და გაკულაკებით, სტალინმა შემოუტრიალა და აქეთ უტირა ყველას დედა. სტალინი არის ფიგურა ისტორიაში, რომელმაც ამ გლობალური ელიტების ისტორია 100 წლით გადაწია. დღეს ეს გრძელდება და მაგიტომაც ეგ ძალები არ იშურებენ არანაირ რესურსებს, რომ სტალინის ფიგურა ამოძირკვონ, სტალინი მაქსიმალურად გააფუჭონ და სტალინი აქციონ როგორც მტრის ხატად, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, ასევე საქართველოში და ყოფილ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. და ეს არის სამწუხარო ძალიან, რომ ვიღაცებს ახლა გონიათ, რომ ახლა რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ან რუსეთისთვის არის კარგი, ან რასაც უკრაინა აკეთებს, უკრაინისთვის არც ერთისთვის არ არის. ამ ომში, რუსეთ-უკრაინის ომში, ჩემი სიტყვა კარგად აიმახსოვრე და ეს თქვენ წინ დაგხვდებათ მომავალში. რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული გამოვა მხოლოდ ამერიკა და მისი ელიტა, რომელიც განაგებს ამ ყველაფერს. ამას რომ რუსები როცა მიხვდებიან, უკვე ძალიან გვიანი იქნება. რუსეთში თუ არ დაიწყო ცვლილებები და რუსეთმა თუ არ აიღო ეს პასუხისმგებლობა, რაც არის მესამე რომის, ეგრეთ წოდებული კონსტანტინოპოლის ამ ბედიღბალის გადაბარება და ქრისტიანული კურსი შეცვლა ქვეყანის, რუსეთს არაფერი არ ეშველება საერთოდ. არაფერი არ ეშველება. ამაზე წმინდა მამებიც წერდნენ და წინასწარმეტყველებებიც არის სერიოზული დასმული, რომ რუსეთში უნდა მოვიდეს მეფე, მთავარი, რომელიც რუსეთს აბსოლუტურად შემოატრიალებს იმ კურსი და რა კურსი დღეს არის. და დღეს ისე ყავთ პუტინის რეჟიმი გამოჭერილი ამერიკიდან. მთელი რუსული ფულები არის ამერიკაში, ხალხო. თქვენ რა გონიათ? მთელი რუსული აქტივები არის შეერთებულ შტატებში და თქვენ ახლა გჯერათ, რომ რუსეთი აქ დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. პუტინი კი არა, ზელენსკი იყო აგერ ერევანში ჩასული, რა უნდა აფეთქებას? რატო არ კლავს პუტინი ზელენსკის? რატო არ გაგიჩნდათ კითხვა? პირდაპირ გველეშაპს ჰიდრას მოაჭრას თავი, რა მოვა მეორე, რა მოვა კაპიტულაციას გამოცხადებს, არა, უნდა რომ ზელენსკი მიცხოვროს. უნდა რომ ზელენსკი მიცხოვროს, მეტი დასკვრა მე ვერ გამოვიტანე ყველაფერში. რატო ზელენსკის სიკვდილით ზელენსკი ხდება გმირი და მე მეორე? აბსურდი გითხრათ, რუსეთიდან ნავთობ მილსადენი ხალხო რომ გადის უკრაინაში ჭერეს, მერე გადის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმპულსი იღებენ დალოცვილი, აძლევენ ნაწილს უკრაინას, ნაწილს რუსეთს ერთმანეთი ხოცეთო. ხო შეუძლია უკრაინას ადგენს და აფეთქოს მილსადენი, რატო არ აფეთქებს? ერთმანეთის ნავთობ რახეთ რა სასაცილო რაღაც არის ხო არავი ამაზე მეტად ირონიულად როგორ ავთქვა მეტი მილსადენი დღესაც გადის რუსეთ ასე რა აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებულ ქვეყნებზე და ამ დროს ეხა უყურეთ ამ დროს ევროპელები უხდიან უკრაინას როგორც პროცენტში აწევენ ამ ფულს და რუსეთს უბრუნებენ ამ ფულს რომ შენ მიდი უკრაინელი მოკავე შენ მიდი რუსი მოკალიო აი უბრალოდ ტრაგიკომედია უბრალოდ ეხა ვინმე დამაჯერებს ამ ომის გულწრფელობას ეს არის აბსურდი სრული ჩემი აზრი ეგ არის რომ არც რუსეთის არც უკრაინის ხელისუფლება არ ინდობს საკუთარ ხალხს პუტინი არ ემსახურება რუსეთს ამჟამად პუტინი არ ემსახურება კიდევ ერთხელ იმეორებ რუსეთის ინტერესებს და დასავლეთი რასაც აკეთებს ამ მანევრებით ერთადერთი რაც გადარჩენა შეუძლია აღმოსავლეთ სამყაროს ეს არის რომ გამოძრეს კიდევ სტალინისნაირი ფიგურა მეტი ვერაფერი ვერ გადაარჩიეს სამყაროს არც რუსეთს არც უკრაინას და ზოგადად საუბარია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე ჩვენზეც მათ შორის ნუ ჩვენ მშვიდობა გვაქვს და ჩვენ ბუნებრივია კარგი პოლიტიკა გავატარეთ ამ ხრივ მაგრამ ბევრი რამეა ამ ომზე დამოკიდებული რუსეთს თუ დაერხა ნუ გონია თუ თურქეთი ესე იჭდება როგორც ეხა ზის ეს არის ხელოვნური ბოდიშით ბუნებრივი ძალთა ბალანსი კავკასიაში დაშლის პირას მყოფ რუსეთს პირველი კადიროვი დაარტყავს დაშლის პირას მყოფ რუსეთს პირველი თურქეთიდან წამოაყენებს საკუთარ პოზიციებს კავკასიაში ამიტომ რუსეთის დაშლა ბევრს რო უხარია კიდე სადღაც პოლიტიკური აზროვნება ნული აქვს საერთოდ რუსეთის დაშლა პირველი საქართველოს დაურხევს სერიოზულად მესმის რომ ძიმე მოსესმენია მაგრამ ბოდიშით ეგეთ რეალობაში და ეგეთ გეოპოლიტიკაში გიწევთ არსებობა უკვე საუკუნეების განმავლობაში რაც რუსეთის ოკუპაცია არსებობს საქართველოს დამემართებაში დღეს არის ბუნებრივი ძალთა ბალანსი. თურქეთი აბალანსებს რუსეთს, რუსეთი აბალანსებს ირანს, ირანი აბალანსებს თურქეთს და ერთმანეთს აბალანსებენ. აბა რომელია მოირღვას აქვს, როგორ გაგიჩნდებათ ინტერესები ეგრევე კავკასიაში.
და თქვენ თუ გონიათ ჩილო კავკასიელებს არ გაუჩნდებათ საქართველოს ინტერესები, ძალიან მწარეცდებით კიდევ მაგაში. პირველი დაშლის პირას მყოფ რუსეთს პირველი დაარტყობს კადიროვი. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ ეგ. და როგორ აჯანყდებიან მე ეს ყოფილი შემოვლელი რესპუბლიკები და თავზე როგორ დაენგრებათ ყველაფერი, ამასაც, რავი, ღმერთმა არ გვანახოს იმ გაგებით, რომ საქართველოს ეს არ აწყობს პოლიტიკურად, არ აწყობს საქართველოსთვის ეს მომგებიანი პოზიცია არ არის. და რუსეთის სერიოზული დემარში იწვევს საქართველოს აბსოლუტურ ბედის ანაბარად მიგდებას სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებთან. ავიც მოვეს თქვენ თუ თამაში გონიათ, მე თამაშად არ მიმაჩნია. და ემოციებს მე არ ყვებ, ხო, ემოციური არ ვარ საერთოდ ახლა. ავი არაფერს არ გავყვერი ვარ, არც პრორუსი ვარ, არც პროუკრაინელი, არც პროევროპელი, არც პროამერიკელი ვარ, პროქართველი. და ახლა რასაც ვშელობ, ეს არის ქართული პოლიტიკისთვის რა არის იდეალური. ერთი თეატრი გადავაგორეთ იმაში, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩვენ გვმართებს გამჭრიახი და ეტაპობრივი პოლიტიკა იმისათვის, რომ ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა ჩვენ შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში დღეს რეინტეგრაციის პროცესების დაწყების საბაბებიც არ არსებობს იმის ფონზე, როდესაც რო ვიყოთ დაკავებული მაგალითად აფხაზი და ოს ხალხთან ურთიერთობის დალაგების ვართ, დავის სტენსილები და ფაქრაშეებით და იმეებით დავრბივართ, რა ქვია, ანტირუსული განწყობებით. მე არ მომწონს ეს პოლიტიკა, რა თქმა უნდა. ხალხისგან არ მომწონს ეს გადმოსახედი. რომ იქ რუსეთმაც რომ უიუშვას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული, ხალხს არ უნდა იქიდან ურთიერთობა სანამ ჩვენ ნაბიჯს არ გადავდგავთ და არ დავიწყებთ დიალოგს. ზუსტად მაგ ხალხებთან, იმიტომ რომ მაგ ხალხს ვეღარ გადაასახლებ ერთად. დღეს უკვე ცხოვრობენ აფხაზეთში და ოსეთში. შე რო გინდა რომ შეიერთო სამაჩაბლო და აფხაზეთი, დიალოგი უნდა დაიწყო მათთან. დღეს დიალოგი არ არის დაწყებული ხალხისგან. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ინტეგრაციის პროცესი. ხვდებით ხო რასაც ვამბობ? ომით გადაწევს 300 წელით საქართველოს გაერთიანებას. ომით საქართველო გაითხრის სამარეს აფხაზეთსთანაც და სამაჩაბლოსთანაც. მაგ ოკუპირებულ ნაწილებს ვამბობ, რა თქმა უნდა, თორე საქართველოა ორივე. ჩვენ თუ მივმართეთ იმ მექანიზმს, რაც გიჟმა სააკაშვილმა საკუთარი ავანტიურისტული პოლიტიკა დაწარმოა, კაკრას აგერაგვისტო უწევს, ჩვენ სამუდამოდ დავკარგავთ უკვე მაგ რეგიონებს. მაგრამ მე არ მინდა რომ დავკარგოთ, რადგანაც აფხაზეთის და სამაჩაბლო არიან სრულფასოვანი საქართველოს ნაწილი, საკუთარი ისტორიული, საკუთარი ეთნოგრაფიული, საკუთარი სოციალური პოზიციით. და ვინც ჩვენ ამ ყველაფერს ცივგონებით ვაფასებთ, ვფიქრობთ სახელმწიფოებრივად, როგორ გადავარჩინოთ და როგორ შევინარჩუნოთ სტატუს კვო და როგორ დავიწყოთ ინტეგრაციის პროცესი ხალხებს შორის. ჩვენ ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. დღეს რო ჩვენ უფრო ძლიერი, მაგალითად, დაზორვა ყავდეს, ამაზე უნდა მუშაობდეს. ამაზე უნდა მუშაობდეს, რომ ჩვენი ხალხი უნდა ყავდეს სწორედ მაგ ოკუპირებულ რეგიონებში, რომ წევდეს თამასას აფხაზეთისა და იქ ყოფი ამჟამინდელი მოსახლეობასა და ჩვენ ქართულ ხალხს შორის არსებული ურთიერთობის ნორმალიზების. არანაირი ომი, ეს არის აბსურდი, ეს ამოიგდეთ თავიდან სამუდამოდ, იმიტომ რომ ის იმდენად დიდ უბედურებებს მოუტანს საქართველოს და იმდენად მეტ კონტრრეფორმაციულ და სამხედრო დაპირისპირებებისა და მთელი ტერორისტული აქტების თელ კასკადებს დაიწყოს, ეს არავის არ აწყობს საერთოდ. ამიტომ მე როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემ ქვეყანაზე შეყვარებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ქართული ხალხის უსაფრთხოება, მშვიდობა და რა თქმა უნდა მშვიდობისა და ამ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად სამშვიდობო გზით, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ხანგრძლივი და ეს უნდა იყოს თავიდან ბოლომდე ნორმალურ ფარგლებში და ურთიერთობაზე დაფუძნებული. სხვა არანაირი შანსი არ არის. რა ვიცი, რას ფიქრობთ, ახლა არ ვიცი ამ თემაზე, გაბრაზებული ვიყავი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არის სიგი შესრული. ორივე მთავრობა ემსახურება აბსოლუტურად ვერაგულ გიჟურ აზრებს, რომელიც არც ერთი ქვეყნის ხალხს არ თავიდან ბოლომდე კარგს არაფერს არ უხატის. ეს ჩემი აზრია, რაც მე ვისაუბრე. აი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, დაწერეთ დაბლა კომენტარებში, ასევე დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუმარჯოს საქართველოს დროებით.